ეს ადამიანები დავნაშავეები არიან, როგორც სასამართლო განაჩენი გამოიტანა კონკრეტულ საქმეებს. საქართველოს პოლიტპატიმარი 2012 წლიდან არ არის. პოლიტპატიმარი არ არის. ეს ლევან მაჭავარიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიკა გვარამიამ ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებზე თქვა, რომ მათ პოლიტიკურ პატიმრებად განიხილავს. ზუსტად რამდენი პოლიტპატიმარი ყავდა 2012 წლამდე, ან რამდენი ყავს მას შემდეგ ამის თქმა რთულია. თუმცა მარტივია ეუთოს თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გახსენება. 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ვიზიტის შემდეგ ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ერთსულ მოსახლეზე რუსეთზე მეტი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში ყავს. აქ ყოფნისას მას აქციის დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ და 5,000 ლარით დააჯარიმეს. ეუთოს გარდა ოპოზიციონერი ლიდერებისა თუ აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებიც საუბრობენ. მაგალითად, უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშებში ამოიკითხავთ, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გრძელდება. გამოხატვის თავისუფლება კი უფრო და უფრო იზღუდება. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და არსებული სასამართლო პრაქტიკა კრიტიკულადაა შეფასებული Human Rights Watch-ის არაერთ ანგარიშშიც. ორგანიზაცია ასევე წერს, როგორ ამეტებდნენ პოლიციელები ძალას, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს დასდევდნენ, სცემდნენ, ალყაში აქცევდნენ ან აწამებდნენ, თუმცა მათგან არავინ დასჯილა. პოლიტიზებული და არაპროპორციული. ასე აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენსაც. 2024-25 წლებში აქციების კონტექსტში დაკავებული მოქალაქეების 300-მდე სასამართლოს ხდომას დააკვირდა საია. ორგანიზაციამ მიიჩნევს, რომ ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი განსხვავებულ აზრზე ანგარიშსწორებაა. ასე ფიქრობენ პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრებიც. სწორედ ამიტომ თვეებია მათ გათავისუფლებას ითხოვენ.